ნოემბრის აქციების დროს სხვადასხვა დანაშაულის გამო სასამართლოს მონაცემებით დღის მდგომარეობით 103 მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა, ფულადიან 30 დღემდე საპატიმრო, ხოლო 4 სისხლის სამართლის სასჯელი შეეფარდა. თავი პირველი, ჟურნალისტები. თინათინ ბერუაშვილი, გორის ადგილობრივი ტელევიზიის თრიალეთის ჟურნალისტი. მისი თქმით, კამერა კასეტასთან ერთად რუსტაველის გზაზე პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლის დროს ყვითელ ლაბადიანებმა წაართვეს. ტელევიზიას საჩივარი არ დაუწერია, თუმცა კამერის დაბრუნება ცადეს. ყვითელ მეუთხარი, როგორც ვიცი, მეთქი ყვითელ პლაშიანები იყვნენ, მეთქი ათროლის წარმომადგენლები თქო და მათ SMS მეთქი ჩემი ოპერატორი და წაართვეს კამერა. მაგრამ იქ მიპასუხეს, რომ რატომ ვინ შეგიყვანოთ ასეთ შეცდომაში, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მკაცრად აწეული ტონით მიპასუხეს ეს, ვინ გატყუებთ ასეთ სისულელეს, ვინ გეუბნებათო, რომ ის პატრული იყო, აქ იყო კრიმინალური პოლიციაცო, იქ იყო სოდიცო, ყველაო წარმომადგენელი, ვინც კი შეიძლებოდა გამოეყვანათ, ყველას ეცვა იმ წუთში ყვითელი პლაში. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 154. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეშლა, ესე იგი მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 140 საათამდე, ან და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. 7 ნოემბრის აქციის ამსახველ კადრებში რამდენიმე პოლიციური სტრუქტურის თანამშრომლები ჩანდა. სპეცნაზი, კრიმინალური პოლიცია, პატრული. თავი მეორე, შავები. Because when it got there's so much gas here, and so I went behind the church into the park, and I saw these guys in masks, but in just black jackets and in jeans with bits of wood beating protesters. And I don't think they were policemen. I don't know who they were, but that was pretty scary. შეიძლება ადამიანს ეთქვა რომ აი აი ყველაფერი დამთავრდა, რაღაც გავჩერდი, მოჩა ყველაფერი, ან ესენი აი მაინც გადატეხილი ჯოხებით, რაღაცა მოკლედ პინებით, რაღაც უცნაური რაღაც ნივთებით რა, არ იყო ეს თქვა რეზიდის გუბინგა, ხო, არ იყოს, იყო გადატეხილი ჯოხები და იყო რაღაც პინები რა. და ამას აი ეს მთელი გამეტებით უყავდნენ ხალხს რა. ადამიანებს თან ერთ ადამიანს გამოიჭერდნენ რა, 6 კაცი გამოიჭერდა ერთ ადამიანს. და უყავდა აი ბოლომდე რა, აი ბოლომდე უყავდა. ყველაზე დიდი კითხვა რაც ჩვენ გვაქვს და ამიტომაც ვითხოვთ გამოძიებას, არის ვინ იყვნენ ეს ხალხი შავებში. კანონი პოლიციის შესახებ, მუხლი 28, პოლიციელის ფორმა. პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს. გამოატრიალე კამერა ბიჭო. იმიტო დედას მოგიყვნა გამოწია კამერა ექსტრემალურში რატო იდარასტები ნუ მაგინებს გაუ დედა შეგვიწევი რა ხოდა გააკეთე მასი ქვეყნის საქმე ან ბოზებს კი რუსთაველი დაიწყო გითხარი და დედას მაგინებს რა გინდა როდუშიშნელო რასვარ უნდა გაწოვიდე. იგივე კანონი პოლიციის შესახებ 27 მუხლში კონკრეტულად აღწერს ნებისმიერი სამართალდამცავისათვის განკუთვნილ სპეციალურ აღჭურვილობას. იქ არ არის ნახსენების სიტყვა და სხვა. ვინ იყვნენ ადამიანები შავებში? ჩვენ ამ შეკითხვით ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუწყებას 3 წერილით 29 ნოემბერს მიმართეთ. ერთადერთი ოფიციალური კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯერჯერობით 7 ნოემბრის აქციის დროს დაშავებულმა კრიმინალური პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა გააკეთა. ტენის ძლებმა გადატეხები რა. მოცდილობდით. აღარ შეეთეთქო ხელი შეითრიეს. და არ ვიცი რაღაცას მირყავდნენ რა. შეუიარაღებელი შავი მასკებით რომ იყვნენ, ანუ არა ვთქვათ ეს რობოკოპის ტანსაცმელი რო ეცვათ, ესენი ვინ იყვნენ? არა, იცით რა არის. ჩვენ ვართ კრიმინალური პოლიცია და კრიმინალური პოლიციას მაგ როგორც წინ ჩვენი გერბით, ემბლემით
ჩვეულებრივ შეგვიდა მაიკა გვაქვს პოლიციის მაიკა აზრზე ბათერია დიდი ასოები და კრიმინალური პოლიციებს მაროქო სამსახურებრივი ჯინსებს პრაქტიკულია უფრო მუქი ფერის შავლებს ხმარობთ ჯოხები მე პასუხს ვაგებ ყველაფერზე რომ მე ვარ გაყოფილების უფროსი და ჩემი ყველა თანამშრომელი და უმეტესად ჩემი სამართლო ჩემი ქალაქის პოლიცია ყველა აბსოლუტურად ვიყავით თუ იარაღოთ თავი მესამე 7 ნოემბერს დაზარალებული მოქალაქეები 44 წლის ვახტანგ ინასარიძე და 18 წლის ნიკოლოზ დიდიშვილი 7 ნოემბერს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მარცხენა წვივის ძვლების მრავალ ფრაგმენტიანი მსხრევადი ღია მოტეხილობით მოხვდნენ მოყვანილი მიტინგიდან მორიგი ექიმის ჩანაწერებში ორივე შემთხვევაში მიზეზად ცრემლსადენი გაზის ბალონის აფეთქება სახელდება რომ მომხდა დიდი გამწრობა უგზენიან და ფეხი ხულდა გახურებული ასტიოდა დოლი არა იმიტომ რომ აი თვითონ აფეთქება იყო რა და დამწრობა იყო და რომ გადამადო ვეღარ გზნობდი ვერაფერს აი ჩემ შემთხვევაში ბოლი არ იყო ეს ბოლი რო ყოფილიყო მე რო დავარდი ეს ყვამლი რო ყოფილიყო იმის ახმას აუცილებლად მოვასწრებდი ან მოცარტოქსიკურ მოწამლას მე ვეღარ ჩემ შემთხვევაში არავითარი ყვამლი არ ყოფილა და არავითარი მისი მსგავს ექიმებმა როგორც თქვეს და აღნიშნეს 3 თუ 4 პროფესორის თითქმის აზრი იყო და ერთმანეთისგან არაგანსხვავებული რომ ამოუცნობი იარაღი არის რაღაც ესეთი ცეცხლსასროლთან ახლოს ძალიან შეიძლება იყოს ვინჩესტერი და დრაბავიკი ჩვენ დაზარალებულები საავადმყოფოში 2 კვირის თავზე მოვინახულეთ თუმცა მათთან იმ დროისთვის გამომძიებელი ორგანოები მისული არ ყოფილან. შემთხვევის შესახებ პროკურატურას ოფიციალურად წერილობით ვაცნობეთ. წერილის მიტანიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გამომძიებლები გამოჩნდნენ. ჩვენ საქმეზე გამოძიება დაწყებული ქონდა, შეიძლება ეს უბრალოდ დამთხოვაა თქვენი წერილი, თორემ ჩვენ გეგმაში ქონდა ყველა პირის დაკითხვა. აი რამდენი ადამიანიც შეიძლება შემოგეხმიოს ირგვლივ რა? იმიტომ იყო ეხვეწებოდნენ დამარტყმევინე ერთხანს ისეთ სიმჭიდროვე იყო ფეხს კარგად ვერ იქნებდნენ რა კაცი გაიწიო ნუ არ გაი იმას ფიქრობდი როდის გავითიშები ნუ მეტოდე მორჩეს ეს ამბავი და არ გავითიშე საავადმყოფოში პროკურატურამ სისხლის სამართლის ცნობა ამ საქმეზეც გადმოგვცა თუმცა გამოძიებას ჯერ მხოლოდ თავად დაზარალებული ყავს დაკითხული პროკურატურაში გამგვიმარტეს რომ საქმე რამდენიმე სხვა მოქალაქის დაზიანების ფაქტზეც არის აღძრული საავადმყოფოებიდან შემოსული შეტყობინებების, ასევე ცალკეული მოქალაქეების განცხადებების, სახალხო დამცველის, სატელევიზიო და მათ შორის თქვენი ეთერიდან გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წინასწარი გამოძიების დასაწყებად დანაშაულის ნიშნების მქონე საელჩო ნებისმიერი კადრების გამომძიებლის მიერ ეთერით ნახვაც კი საკმარისია. კანონი პოლიციის შესახებ ასევე ავალდებულებს პოლიციელს დაზარალებული მოქალაქისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. ნოემბრის აქციებზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ძალის ზედმეტად გამოყენების ან სხვა დარღვევის ფაქტზე დღეისათვის პროკურატურის მონაცემებით თითქმის ნიშანი პოლიციელია დაკითხული.